რეალისტურად რო გადავხედოთ, მე კი მინდოდა 4 ბრძოლის ჩატარება, მაგრამ 3 ბრძოლა იქნება ამ წელს. შემდეგი ბრძოლა ივნისში იქნება, ესევე უნდა UFC და სავარაუდოდ შემდეგი მოწინააღმდეგე იქნება ან პიტერიანი, ან შონ ომალი, ეს იქნება ორივე რიმატჩი. მთელი MMA-ის სამყაროც ალბათ ამ ბრძოლაზე ფიქრობს და ოცნებობს და ილიას შეუძლია ისლამ ახაშევის დაფინიშება. ისლამ ახაშევი კარგად ჭიდაობს, კარგი მებრძოლია, მაგრამ ჭიდაობაში ვერაფერს ვერ დააკლებს ილიას და ილიას კიდე შეუძლია რაც ვოლკანოვსკის გაუკეთა და მაქსალოვის იგივე გაუკეთოს. თავარი მამოძრავებელი, ჩემი თავარი მოტივაცია, რომ ჩემი ხალხის გვერდში დგომა, ჩემი ხალხის გახარება და მოკლედ ეს მოტივაცია სასწაულ ენერგიას მაძლევს და ამის წინ მკითხეს რა, ეხლა მე ალბათ რამოდენიმე ჯერ დაიცავ კიდე ქამარსო და ალბათ უკვე თავს დაანებებ, იმიტომ რომ მოსაგები არაფერი არ დარჩება. არა, იმ მეგობრებო, მე მინდა რომ ჩემი ქართველი ხალხისთვის თქვენთვის ვიბრძოლო ბოლომდე, სანამ ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, სანამ რამე სერიოზული პრობლემები არ მექნება, ვიბრძოლებ და გავაკეთებ ყველაფერს, რომ ბევრჯერ გაგახაროთ რა. მადლობა ყველას, თქვენ საქართველოს.